ყოფილი 53 ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად ჩასახლებულებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. სოციალურად დაუცველებმა სამთავრობო კომისიის დასკვნის გასაჯაროების მოთხოვნით მაგისტრალი გადაკეტეს და სახალხო დამცველს მთავრობასთან შუამდგომლობას თხოვეს. რა ზომებს მიმართავენ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თვითნებურად ჩასახლებულები. დეტალები სულხან მესხიძის სიუჟეტში. 53 ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად ჩასახლებულებმა დღეს ბათუმისა და ახალციხის დამაკავშირებელი მაგისტრალი 3 წუთით გადაკეტეს და სახალხო დამცველს უჩან ანუაშვილს მიმართეს. ისინი ომბუდსმენს ცენტრალურ მთავრობასთან შუამდგომლობას თხოვენ. ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქში მცხოვრებლები სამთავრობო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის დროულად გასაჯაროებას შემდეგ კი შესაბამისი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მივმართავთ ბატონ უჩამ ანუაშვილს უღმესი მადლობა რომ გაითვალისწინა ჩვენთან მობრძანდა და ვნახათ თუ რა პრობლემები გვაქვს, მაგრამ მან პირობა მოგცა რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ცენტრალური ხელისუფლებას შუამდგომლობას გააკეთებს და გთხოვთ რა ეს პირობა გაითვალისწინოს და გააკეთოს ხელისუფლებასთან ადგილობრივთან ჩვენი პრობლემების მოგვარება. ვინ სტყუის ამ ტერიტორიაზე დასახლებული და ვინ არის მართალი? ერთხელ და სამუდამოდ დაიდოს ობიექტური დასკვნა. ვითხოვთ იმას რომ შეგვპირდა რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან გვითანაგდებოდა და დაგვეხმარებოდა, დაგვეხმაროს და დროულად ესე იგი სამართლიანობა აღდგეს ჩვენს ქვეყანაში საქართველოში განსაკუთრებით. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველები საერთო მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავენ. განაცხადა დღეს საპროტესტო აქციაზე უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ. მისი განმარტებით მოძრაობაში აჭარაში სხვადასხვა ტერიტორიაზე და შენობაში თვითნებურად შესახლებულები გაერთიანდებიან. თუ პრობლემა არ მოგვარდება, ჩვენ ვაპირებთ საერთო დიდი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ, გავაერთიანოთ ამაში ყველა თვითნებურად შესახლებული, რომლებსაც არადამიანურ პირობებში ცხოვრობენ და შემდეგ ჩვენ ხელისუფლებას ვაჩვენებთ ჩვენ ძალას. 53 ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად ჩასახლებულთა შესახებ სახალხო დამცველმა უჩან ანუაშვილმა მაცნეს სატელევიზიო კომენტარზე უარი უთხრა. ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით სახალხო დამცველის ოფისი ოჯახებს ინდივიდუალურად გადაამოწმებს. ჩვენ შევისწავლეთ საერთო მდგომარეობა, თუ რა საერთო პრობლემები ჰქონდათ ადამიანებს, დავიწყეთ ინტენსიურად საქმის შესწავლა, უკვე ოღონდ ინდივიდუალურ დონეზე. რაც შეეხება ვადებს, ეს გააჩნია ეს მიწერ-მოწერის ეტაპზე ვართ ახლა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, გააჩნია რა პასუხს მოგწერენ, დაკმაყოფილებელი იქნება თუ არა პასუხი. ოცნების ქალაქში თვითნებურად ჩასახლებულების საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მოქმედ კომისიაში ადგილობრივებიც იყვნენ გაერთიანებული, ამიტომ მათი ხელახალი მოთხოვნა მისთვის გაუგებარია. მთავრობის თავმჯდომარე აქვე განმარტავს, რომ ხელახალი კომისიის შექმნაზე მთავრობა ისევ იმსჯელებს. ვიმსჯელებთ ამ წინადადებაზე და ალბათ დამატებით გაცნობებთ, თუ რა პრეტენზიები აქვს, ალბათ დავაკონკრეტებთ, გავივლით, ვიმსჯელებთ და ამას დამატებით გაცნობებთ. კომისიის შექმნისას ჩვენ აბსოლუტური თავისუფლება მივეცით, მათ შეეძლოთ მათ წარმომადგენლების ჩასმა ამ კომისიაში, იყო უფლებადამცველები და არასამთავრობოებიც, თუ არ არის საკმარისი, ჩვენ ყოველთვის ვღებულობთ თუნდაც სხვა კომისიების შემთხვევაში წინადადებებს. 53 ბატალიონის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველები წელიწად ნახევრის წინ ჩასახლდნენ.